გამარჯობა, მინდა გაგიზიაროთ ბატონი მამუკას ამჟამინდელი მდგომარეობა. მოგიყვებით ბატონი მამუკას ცხოვრებიდან წამების ერთ-ერთ მიმდინარე ეპიზოდზე, რომელიც უძრავ ქონებას უკავშირდება. წამება 2015 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ბატონმა მამუკამ სესხი აიღო TBC ბანკიდან, სადაც გირაოდ გამოიყენა საკუთარი სახლი და აგარაკი. ბატონ მამუკასა და მის ბიზნესზე თავდასხმის შემდეგ, ბატონ მამუკას აღარ შეეძლო პროცენტის გადახდა. ბატონი მამუკას მიმართ სადისტური ქრონოლოგია იქამდე მივიდა, რომ მან არსებული იპოთეკური ვალდებულებების საფუძველზე დაკარგა როგორც სახლი ჭავჭავაძის გამზირზე, ასევე აგარაკი ოქროყანაში, პარკ ბომბორას მოპირდაპირე მხარეს. მან ზემოაღნიშნული ქონება მხოლოდ იმიტომ დაკარგა, რომ მისმა პარტნიორებმა დაბლოკეს მისი დივიდენდები და ყველა სხვა შემოსავალი. ბატონი მამუკა, ფიზიკური არსებობის გადასარჩენად, ამ დროისთვის უკვე ბარსელონაში იყო გაქცეული. წარმოგიდგენთ მტკიცებულებებს. – 2024 წელს, გაუსაძლისი ფინანსურ მდგომარეობაში მყოფმა ბატონმა მამუკამ სესხი აიღო მევახშესგან. ბატონმა მამუკამ თავისი ამჟამინდელი სახლის სესხის ხელშეკრულების გარანტად გამოიყენა. მან სესხის ოდენობა 3 ჯერ გაზარდა იმის გამო, რომ მას პროცენტის გადახდა და სხვა სავალდებულო ხარჯების დაფარვა მოუწია. დღეს 2025 წელს სადიზმის ქრონოლოგია იმავე ეტაპზე დაბრუნდა, როგორც 2015 წელს და ბატონ მამუკას აღარ შეუძლია არსებული ფინანსური პრობლემის გადაჭრა, იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენს არხზეა წარმოდგენილი. თქვენ შეაფასეთ სადიზმთან დაკავშირებული ფორმულირება. ეს ბნელი, განუვითარებელი ვირთხები სადისტები არიან თუ არა? ჩვენ წარმოგიდგენთ მტკიცებულებებს. თქვენ ამ ვიდეოში ნახეთ არაადეკვატურობა და ვირთხების ბნელი, განუვითარებელი სადისტური მეთოდოლოგიის კიდევ ერთი დემონსტრირება. ვიდეოს შემდეგ ბატონი მამუკა აპირებს ვიდეოს გადაღებას და მის წინააღმდეგ სადისტური პროცესის გაშუქებას. თუ დოკუმენტები არ ჩანდა სათანადოდ, თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ მითითებულ განყოფილებაში და მაღალი ხარისხის ფორმატში იხილოთ. მადლობთ ყურადღებისთვის.